მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენი შეხვედრების სერიას 10 წუთი გიორგი თავაძესთან და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება სამართლიანი და უსამართლო ომები, მაიკლ უოლცერის პოლიტიკური არგუმენტები. მაიკლ უოლცერი გახლავთ მხცოვანი ამერიკელი პოლიტიკური ფილოსოფოსი, იგი დაიბადა 1935 წელს და მისი ნაშრომი სამართლიანი და უსამართლო ომები ითვლება კლასიკად თავის დარგში, მოდი ესე ვთქვათ. ეს გახლავთ მაიკლ უოლცერი. როგორც ხედავთ, ეს ნაშრომი არის ძალიან პოპულარული, იმიტომ რომ ის ფაქტიურად 5 გამოცემა განხორციელდა ამ ნაშრომის 1992 წელს მეორე, მე 2000 წელს, 2006-ში, 2015-ში. ანუ უოლცერის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ნაშრომია, სულაც თუ ყველაზე პოპულარული არა. გარდა ამისა, მას აქვს ისეთი ნაშრომები, როგორიც არის სამართლიანობის სფეროები, გლობალური სამოქალაქო საზოგადოებისკენ, პლურალიზმი და დემოკრატია და ასე შემდეგ. ლიბერალური პოლიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი გახლავთ მაიკლ უოლცერი. თვითონ ეს ნაშრომი 5 ძირითად ნაწილად იყოფა და ხედავთ სათაურებს, ეს არის ომის მორალური სინამდვილე, აგრესიის თეორია, ომის კონვენცია, ომის დილემები და პასუხისმგებლობის საკითხი. პირველი, რაზეც ესე იგი უოლცერი საუბრობს და რაც ის ესახავს მიზნად რო აი მთელ თავის ნაშრომში ამტკიცოს, არის ის რომ ომს აქვს მორალური სინამდვილე, ანუ შესაძლებელია ომზე საუბარი მორალური ტერმინების გამოყენებით. იმიტომ რომ ამბობს უოლცერი, არსებობს ესეთი პერსპექტივა, რომელსაც ქვია რეალიზმი და რომელიც ამბობს, რომ ომს ვერ შევაფასებთ მორალური ტერმინებით. ომის აქტი, ომის ქმედებები მორალური მსჯელობის მიღმა, ომი ეს არის მოცემულობა და შესაბამისად მორალური კატეგორიები თითქოს დუმან აი ამ ომის სასტიკი რეალობის და ძალის სასტიკი რეალობის წინაშე. არა და არა, მიიჩნევს უოლცერი და ის სწორედ თვლის, რომ საუკუნეების მანძილზე ამ შეხედულების პარალელურად ადამიანები ყოველთვის აფასებდნენ ომს მორალურად და ამბობდნენ, რომ ეს ქმედება, კონკრეტული ქმედება იყო სასტიკი, ეს ქმედება იყო უმოწყალო, ეს იყო შეცდომა, ეს იყო ხოცვა-ჟლეტა. შესაბამისად, ადამიანები ყოველთვის იყენებენ მორალურ ენას ომზე მსჯელობისას, მორალურ ტერმინებს. ამიტომაც ომს აქვს მორალური სინამდვილე. ის სულაც საუბრობს სტრატეგიისა და მორალის შედარებაზე, რაც შეიძლება ერთი შეხედვით ორი უცნაური რაღაც ჩანდეს, მაგრამ როგორც სტრატეგოსი გეგმავს ომის პროცესს და იქ ამბობს, რომ უკან დახევა უნდა განხორციელდეს ასე და ასე, თავდასხმა ასე და ასე, შეტევა და ამა და ამ ფლანგიდან და შემდეგ, როდესაც ომი ან კონკრეტული ბრძოლა მთავრდება, განიხილავს ამ შეცდომებს და ამბობს, რომ აი აქ ეს დახევა ასე და ასე არ განხორციელდა უკან დახევა, აქ ასეთი თავდასხმა არ განხორციელდა, ასევეა მორალის შემთხვევაშიც. ჩვენ ვადგენთ იმ წესებს, რადგან ადამიანები ვართ და საღი აზრის ფარგლებში გვაქვს იმის გაგება თუ რა არის სასტიკი, რას ნიშნავს მობიერება, ესე იგი მობიერება და სისასტიკე, შესაბამისად ჩვენ ვადგენთ წესებს ომის შესახებ და თუ კი ესენი ირღვევა, რა თქმა უნდა, ამით შეფასებას ვაკეთებთ. ისევე როგორც სტრატეგია არ უქმდება იმით, რომ სტრატეგიის წესები ომის დროს ირღვევა, ასევე მორალიც არ უქმდება იმით, რომ ომის დროს მორალის წესები ირღვევა. ეს არის ესე იგი უოლცერის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელსაც იგი იყენებს თლიან წიგნში. ომზე როდესაც საუბრობთ ზოგადად პოლიტიკური ფილოსოფიის და ისედაც საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი გვაქვს. ეს არის ius ad bellum, ომის სამართლიანობა ან უფლება ომზე, ესე თარგმნიან. უოლცერთან ხდება justice of war. ანუ ესე იგი როგორც ომის სამართლიანობა, ანუ ვის აქვს უფლება რომ დაიწყოს ომი, რამდენად სამართლიანია ის ომი, რომელიც დაიწყება. და მეორე არის ius in bello, რაც ნიშნავს ომის სამართალი, ანუ ომის წესები, რომელიც უნდა დაიცვა, როდესაც ბრძოლობ. სამართლიანი ომი შეიძლება დაიწყო, მაგრამ იომო უსამართლოდ, იმიტომ რომ დაარღვიო წესები და პირიქით მე ხარ შეიძლება დაიწყოს უსამართლო ომი, ან მიზეზი იყოს უსამართლო, მაგრამ ომის წესებს გაჰყვეს და სამართლიანად წაიყვანოს ომი, ან თავშეწყობები არ დახოცოს და ასე შემდეგ. ზოგადად უოლცერი თვლის ესეთ რამეს, რომ ომისადმი, ესე იგი აგრესიისადმი, უბრალოდ დავაზუსტებ, შეწინააღმდეგობა არის სწორი მორალური ნაბიჯი. და ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რაც გასდევს მის ნაშრომს. იმიტომ რომ ომი არის ისეთი რამ და ამით აგრესიის თეორიაში გადავდივარ, როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთს უტევენ. და ესეთი თავდასხმის დროს ერთი სახელმწიფო როცა მეორეს წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებს, ამით ადამიანის უფლებები ირღვევა. მე ვახსენე რომ უოლცერი ლიბერალია, ამიტომ მისთვის სახელმწიფოს უფლებები ფაქტურად ინდივიდთა უფლებების თარგმანია, ბწყალებში რო ვთქვათ. კოლექტიურ ენაზე, შესაბამისად ის თვლის, რომ როცა ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოში იჭრება, რა თქმა უნდა, ირღვევა ადამიანთა უფლებები.
და ამიტომაც ადამიანებს უფლება აქვთ რომ გაერთიანდნენ და თავი დაიცვან, სახელმწიფო კიდე ამის ორგანიზებაში ადამიანებს ეხმარება. როცა საკითხი დგება აქ ესეთი, რამდენად უღირთ ამ ადამიანებს, რომ თავი დასწირონ იმ სახელმწიფოსთვის, რომლის წევრებიც ისინი არიან. და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაღალი მორალური ღირებულებებით გამოირჩევა, ანუ ისეთ ცხოვრებას თავაზობს მოქალაქეებს, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ ასეთი ცხოვრების დატოვება, მაშინ ისინი მზად არიან, რომ თავი გასწირონ თავიანთი სახელმწიფოსთვის ნებაყოფლობით და აქ სახელმწიფო იწვება საჭირო არ იქნება. უოლცერი ამ ნაშრომში აყალიბებს ლეგალისტურ პარადიგმას და დროის სიმცირიდან გამომდინარე უნდა იყოს შეზღუდული. ეს არის ის ძირითადი წესები, რომელსაც უნდა იზიარებდეს მისი აზრით საერთაშორისო საზოგადოება. რომელიც აქ მოყვანილია 6 ძირითადი წესია, 4-ს ხედავთ აქ და შემდეგ 2 იქნება შემდგომ სლაიდზე. ესენია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება არსებობს და მათგან ამ საზოგადოებას უფლებები აქვს, ამ საზოგადოების წევრები არიან სახელმწიფოები, მათ აქვთ უფლებები, ყველაზე მთავარი არის ტერიტორიული მთლიანობის უფლება და პოლიტიკური სუვერენიტეტი. დაუშვებელია აგრესიის გამოყენება და რა თქმა უნდა, როცა აგრესიაზე იცავ თავს და აწარმოებ თავდაცვით ომს, ეს არის კანონიერი და ასევე, როდესაც შენს ჯიმს სახელმწიფოს ვინც შენს წინააღმდეგ აგრესია წამოიწყო. შესაბამისად, ომი მარტო გამართლებულია როგორც აგრესიაზე პასუხი. და შეიძლება თვით აგრესორის სახელმწიფოს დაასჯაც. უოლცერი შემდგომში ორ შესწორებას უშვებს. და ერთ-ერთი არის, და მე უნდა გადავახტე რაღაც სლაიდს ამ დროს შეზღუდულობის გამო, ერთ-ერთი არის ისრაელის შემთხვევა, რომელსაც ის განიხილავს 6-დღიანი ომის შემთხვევა 1967 წელს. ანუ ჩვენ ადრე ვთქვით, რომ აგრესიის განხორციელება არის არასწორი. უოლცერის აზრით, როცა ისრაელმა დაიწყო თავდასხმა ეგვიპტის წინააღმდეგ, მან დაიწყო, ასე ვთქვათ, პირობითად სამხედრო ნაბიჯი მისი იყო, მაგრამ ამას წინ უსწრებდა ისეთი ვითარება, როდესაც სახელმწიფოს არსებობა ეჭვქვეშ იდგა, ანუ თვითონ ისრაელის. სხვა საკითხია ჩვენ დავეთანხმებით თუ არა უოლცერის შეფასებას ისტორიულ ფაქტებზე მოშველიებით, ეს ცალკე საკითხია, იმიტომ რომ ეს სენსიტიური თემაა, მაგრამ თვითონ უოლცერის პოზიცია ასეთია, განზოგადებულად რომ ამოვიყვანოთ, რომ თუ კი სახელმწიფოს არსებობა ეჭვქვეშ დგას და საფრთხე ექნება მის ყოფნა არ ყოფნას, მოდი ასე ვთქვათ, მაშინ სახელმწიფო გამართლებულია, რომ პირველი ნაბიჯი განახორციელოს და სამხედრო ქმედებები თვითონ დაიწყოს. ასევე, ну ეს ჩვენ შემთხვევაში საინტერესოა, საქართველოს შემთხვევაში და ფიქრობ დასკვნების გაკეთება აქ შეიძლება, ასევე ძალიან საინტერესო არის ესეთი მომენტი, რომელიც გულისხმობს თავდაცვითი ომის წარმოებას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ესე იგი სახელმწიფო რომელიც გებრძვის შენზე გაცილებით ძლიერია. და აქ საინტერესოა საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომი. უოლცერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი თუ კი დათანხმდებოდა იმ პირობებს, რომელიც მას თავიდან შესთავაზა საბჭოთა კავშირმა, უფრო ადვილად გამოვიდოდა ამ ომიდან, იმიტომ რომ ომის მერე გაცილებით უფრო მძიმე შეთავაზების მიღება მოუწია და პირობებზე დათანხმება. მიუხედავად ამისა, ეს ომი იყო აუცილებელი თავდაცვის პარადიგმატული, ანუ სანიმუშო მაგალითი, იმიტომ რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი მზად იყო ამისთვის, იყო განწყობა იმისათვის, რომ ქვეყანას დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა და ეს არის ის მორალური სიცხადე და ღირებულება, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც თავდაცვით ომზე ვსაუბრობთ. ეხლა რამდენიმე სიტყვით ინტერვენციის საკითხსაც შევეხები. ინტერვენციის საკითხი ნიშნავს ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას და ეს უფრო გამართლებული არის მაშინ, როდესაც ამ სახელმწიფოს საქმეებში უკვე ჩაერია სახელმწიფო ერთი ეს და მეორე იმ შემთხვევაში თუ კი ადამიანთა უფლებები მასობრივად ირღვევა და ესეც არის შესწორება იმ ლეგალისტურ პარადიგმაზე, ანუ ეგრეთ წოდებულ ჩარჩოზე, რომელიც ზევით იყო მოცემული, იმიტომ რომ იქ ცხადად იყო ნათქვამი, რომ სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა არ შეიძლება. მაგრამ ეს არის ის პირობა, როდესაც ერთ სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს სხვა სახელმწიფოს ერთ მხარეს, სამოქალაქო ომი თუ აქვს, შეუძლია შევიდეს და ერთ მხარეს დაეხმაროს, იმ შემთხვევაში თუ იქ უკვე სხვა სახელმწიფო ჩარეულია, ან კიდევ გავიმეორებთ თუ კი იქ მოქალაქეთა უფლებები საკმაოდ ირღვევა. თუმცა უოლცერი ერთ რამესაც აღნიშნავს, რომ ინტერვენცია პრობლემურია იმ გაგებით, რომ ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ეს იმისათვის, რომ ბრალი დასდოს სხვა სახელმწიფოს, როგორც რუსეთმა გააკეთა ჩვენ შემთხვევაში და ჰუმანიტარული ინტერვენცია დაარქვას სინამდვილეში თავის აგრესიას. და საერთო ჯამში უნდა ითქვას, რომ იგი ესეთ პარადიგმას აყალიბებს, რომ ომის დაწყება გაუმართლებელია, ან სხვა სახელმწიფოში შეჭრა, მაგრამ თავდაცვითი ომი, როდესაც აგრესორი შემოიჭრება შენს ტერიტორიაზე, მორალურად ძალიან სასურველია, იმიტომ რომ შენ ამით აგრესორს აძლევს სათანადო პასუხს და საერთაშორისო საზოგადოებაში სხვა აგრესორებს უჩვენებ, რომ აგრესია არ დარჩება პასუხგაუცემელი. და ამ დროს ასევე შესაძლებელია, რომ სხვა სახელმწიფოები დაეხმარონ იმ სახელმწიფოს, რომელმაც ეს თავდაცვითი ომი განახორციელა, იმიტომ რომ ეს სწორი ომი არის.
ომის დილემებზე საუბრისას ესეც ძალიან ფართო თემაა, მინდა გითხრათ და ძალიან რთულია ხა ესე შევაჯამო. ერთ-ერთ საკითხზე შევეხები, რომელსაც ქვია სასწორის საკითხი. ეხლა ვეძებ აი ამ სლაიდზე სად არის ესა? ერთი წუთით. ხო, აი დაშვებული სასწორის მაგალითი ამ სლაიდზეა. ეს არის შემდეგი შემთხვევა, როდესაც ერთი სახელმწიფო თვლის, რომ ის სწორი მიზნისთვის იბრძვის და საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ამიტომ რომ დაარღვიოს გარკვეული ომის წესები. ანუ ესეთი შემთხვევა არის ყველასთვის ცნობილი, როდესაც მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დააბომბეს გერმანული ქალაქები, უოლცერი თვლის, რომ ეს მორალურად გაუმართლებელია, იგივე დაუშვათ ამერიკის მიერ ატომური ბომბები ჩამოგდება იაპონიაში, იმიტომ რომ როდესაც არის საშუალება, რომ სხვანაირად იბრძოლო ან ნაკლები სიცოცხლე დაიღუპოს, ასეთი ქმედებების გაკეთება უბრალოდ არასწორია და ის რომ სამართლიან ომს იბრძვი, ასე ვთქვა და სამართლიანი ომი გაგვშენ, არ გაძლევს ეს იმის უფლებას, რომ მოიქცე ისე, როგორც იქცევა აგრესორი და გაწირო უდანაშაულო ადამიანები, რომელსაც ამ ომის გაჩაღებაში ბრალი არ მიუძღვით, ან შეიძლება რეჟიმს კი ემხრობოდნენ მეომარ რეჟიმს, მაგრამ თვითონ ჯარისკაცები არ არიან. ანუ უოლცერის მორალური არგუმენტები არის ძალიან მკაცრი. და ბოლოს ამ მაინც გადამიწდა ესე ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს უოლცერი და ესეთ რამეს ამბობს, რომ ომში მიუხედავად იმისა, რომ არის ესეთი გაცხელებული, ასე ვთქვათ, საბრძოლო გაცეცხლებული ბრძოლის ქარცეცხლი, ხო? მაინც შეიძლება ჩვენ პასუხისმგებლობები მოვძებნოთ და დავაკისროთ. ერთი ბუნებრივია ომის გამჩაღებლებს, ვინც არის მთავრობა და მისი პასუხისმგებელი პირები, შემდეგ იმ ოფიცრებს, ვინც გასცემენ კონკრეტულ ბრძანებებს და აიძულებენ ჯარისკაცებს, რომ შეასრულონ ეს ბრძანებები, ხშირად დაუშვათ იმის გამო, რომ ჯარისკაცმა არ იცის, დაუშვათ თუ კი საარტილერიო დარტყმას ახორციელებს, ვის ურტყამს, არიან თუ იქ სამოქალაქო ობიექტები თუ არა, ან დაუშვათ აშინებით, როგორც დაუშვათ შეიძლება დახვრიტონ დაუმორჩილებობის შემთხვევაში ჯარისკაცი და ნუ შემდეგ უკვე ბოლოს გადმოდის ჯარისკაცზე, რომელმაც დაუშვათ იცის, თუ კი იცის, ანუ ხედავს, ვის კლავს სამოქალაქო პირს თუ სამხედრო პირს. და ასეთ შემთხვევაში უოლცერი ამბობს, რომ ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ ომი ძალიან სისასტიკია და ჯოჯოხეთის კარიბჭეს ხსნის, მაინც შეგვიძლია ჩვენ ვიპოვოთ ის მორალური სუბიექტები, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება თავიანთი ქმედებების გამო. და ეს უნდა გავაკეთოთ კიდეც. მოკლედ ამით შევაჯამებ, ძალიან არასრული, ძალიან მოკლე, ესე ვთქვათ, გარბენით მიმოხილვა ამ ძალიან საინტერესო ნაშრომის, მე ახლა მინდა რომ ეს გაზიარება მოხსნა და კიდევ ერთხელ გაჩვენოთ, რომელიც პოლიტიკური ფილოსოფიის ჭრილში არის ძალიან საინტერესო და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქართული რეალობისთვისაც ძალიან საინტერესო ნაშრომია, იმიტომ რომ ბევრი ისეთი შეოსმენოვანი დასკვნების გამოტანაც შეიძლება და ახლოს ყოფით დასკვნებისაც ქრონოლოგიურად, იგივე თუნდაც უოლცერის მიერ ფინეთის მაგალითს თუ განვიხილავთ. ქვემოთ იქნება მოცემული ვიდეოს ქვემოთ მოცემული გმული, სადაც შეძლებთ პრეზენტაციის გადმოწერას და გისურვებთ რომ გაეცნოთ ამ ნაშრომს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებს, ვისაც ომი, ბრძოლები და პოლიტიკური ფილოსოფია გაინტერესებთ ამ ჭრილში, ეს ნაშრომი ძალიან სასარგებლო წყარო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ დავითანხმოთ მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც იქ არის მოცემული. ამით დროებით კემში დობებით, მომავალ შეხვედრამდე.